მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ მარიამი. ძალიან დიდი ხანია YouTube-ზე ვიდეო აღარ დამიდია. უფრო სწორად, მხოლოდ ერთი ვიდეო მქონდა დადებული. წელიწადნახევრის უკან, როცა იტალიაში ვსწავლობდი, ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად გადავიღე girls trip ფლორენციიდან. ფლორენცია არის ჩემი უსაყვარლესი ქალაქი. და როგორც იქნა, მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად ვლოგი უნდა გადამეღო და დამედო ჩემს ახლად შექმნილ YouTube არხზე. სამწუხაროდ აღარ გამიგრძელებია ვიდეოების გადაღება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ფიდბექები მივიღე, ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა და ასე შემდეგ, მიკროფონი გამორთულია? არა. ხანდახან უბრალოდ იმას ვამბობდი, რომ ამისთვის საკმარისი დრო არ მქონდა, ხან ვამბობდი, რომ თბილისში საინტერესო არ იქნებოდა არაფრის გადაღება და ახლა ზუსტად იმას ვცდილობ, რომ ეს მაინდსეტი აღარ მქონდეს და პირიქით ვეცადო, რომ აქაც გადავიღო საინტერესო რაღაცები. მოკლედ, დღეს მინდა გაგიზიაროთ ჩემი ერთი სამუშაო დღე. თუ როგორ გამოიყურება რუტინულად ეს ყველაფერი, თუმცა მანამ სანამ სამუშაო დღეს დავიწყებ, გეგმა არის ის, რომ უნდა წავიდე იოგაზე სავარჯიშოდ და ალბათ გაინტერესებთ, თუ იოგაზე მივდივარ, ასე რატო გამოვიყურები. ეს იმიტომ, რომ გუშინ მთელი ღამე ვავთოვებდი ამ პერანგს, რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემს შრომას უბრალოდ წყალში ვერ გადავყრი და იქ გამოვიცვლი ჩემს სავარჯიშო ტანსაცმელს. როცა იოგას დავასრულებ, შემდეგ დრო მაქვს იმისთვის, რომ 9 საათი 20 წუთი უბრალოდ გავემზადო და გავიდე სამსახურში და გეგმა არის ის, რომ სამუშაო საქმეებს უნდა მივხედო აუცილებლად. საღამოს დავუბრუნდები დიდი ალბათობით სახლში, იმიტომ რომ ჯერჯერობით სხვა გეგმა არანაირი არ მაქვს. მოკლედ, ყველაფერს განახებთ ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორ წაიმართება ჩემი დღე. ახლა არის დილის 7 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ მე უკვე დიდი ხანია მხვიძავს და ზუსტად იმისთვის, რომ დღეს ეს ყველაფერი გადამეღო კიდევ უფრო ადრე ავდექი, ვიდრე სტანდარტულად ვიღვიძებ ხოლმე. სულ 5 წუთი მაქვს სანამ გავალ, ამიტომ მინდა განახოთ თუ რა დევს ჩემს უზარმაზარ სამუშაო ჩანთაში. რა თქმა უნდა, ჩემი ლეპტოპი, მაკი, სამუშაო ბლოკნოტი, პატარა უსაყვარლესი სავარცხელი, რომელიც ძალიან მიყვარს, AirPod-ები, სათვალეები, მიხდება ხო? ხელის კრემი და სუნამო სპრეი, ალბათ უფრო ტანის სპრეი, სუნამოს ამას ვერ უწოდებდი. ძალიან მიყვარს, გიჟდები, ისე მომწონს. ამისი სუნი, ჩემი პატარა საფულე. ასევე კიკოს ბრონზერი და ეს არის ჩემი უსაყვარლესი ფერი, თან სარკე აქვს და ძალიან მოსახერხებელია. აქ მაქვს ჩემი პატარა მეიქაპ ბეგიც. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარაა, საკმაოდ ბევრი რამე და შიგნით და ახლავე განახებთ. Charlotte-ას lip pencil, ასევე Charlotte-ას glossy, რომელიც ძალიან მიყვარს. ეს ფერიც ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია. Prada-ს პომადა. სხვათა შორის უშუალოდ პომადები დიდად არ მიყვარს, მაგრამ ეს ფერი არის სასწაული. ძალიან მომწონს. ხო, ასევე ესეთი პატარა ფუნჯი სისილის, რომლითაც ვინაწილებ ხოლმე კიკოს ბრონზერს საჭიროების შემთხვევაში. Rhodes lip tint-ი, რომელიც ძალიან მიყვარს, ზოგადად თინთები დიდად არ მომწონს, მაგრამ ეს არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი. ძირითადად აქ სულ ტუჩსაცხებია, მაგრამ გააჩნია რის ხასიათზე ვარ. შესაბამისად, ყველაფერი მომარაგებული მაქვს. ერთი რამ, რაც ჩანთაში ახლა აუცილებლად უნდა ჩავაგდო, არის ეს პატარა ბანანი, იმიტომ რომ ვარჯიშამდე არ მიყვარს ხოლმე საჭმლის მიღება, მით უმეტეს დილას. მე ძალიან მიყვარს ზოგადად საუზმე დილაობით და საუზმის გარეშე პრინციპში ვერ წარმოვიდგენია ჩემი დილა, თუმცა ვარჯიშამდე არ მიყვარს. და ამიტომ გზაში შევჭამ უბრალოდ ამ ერთ პატარა ბანანს. კარგით, ახლა უნდა წავიდე, თორემ
ძალიან დამაკვირვებელია სოფო გამიბრაზდება. წავედით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს ადგილი, ახლა სადაც ვიმყოფებით, ჩემთვის გახდა უпроსწორად ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. კვირაში 3 ჯერ მოვდივარ აქ და ფაქტობრივად კვირა აქაურობის გარეშე არ წარმომიდგენია და ზოგადად იოგა გახდა ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი. და ძალიან ბევრ რაღაცას ალაგებს ჩემს ცხოვრებაში. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ პირველ ჩემს ვლოგში ეს ყველაფერიც მოხვედრილიყო. შენი აზრი მაინტერესებს იმასთან დაკავშირებით, პირველ რიგში თუ რას ურჩევდი იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არ დაუწყიათ იოგას დაპრაქტიკება, ალბათ ესე უფრო სწორი იქნებოდა, არ მიყვარს იოგას ვარჯიშობ, არ მომწონს. ხო, მოკლედ, რას ურჩევდი იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ ეს ყველაფერი არ დაუწყიათ, ამ სამყაროში ჯერ ფეხი არ შემოუდგამთ, მაგრამ აქვთ ამისი სურვილი რეალურად. გისმენ, სოფო. ადამიანებს, რომლებსაც უნდათ იოგას დაწყება, ურჩევდი იმას, რომ ის შეგრძნებები, რომ თავიდან არ გინდა, გეშინია, გონია რომ ძნელია, იცოდნენ, რომ არის ძალიან ბუნებრივი. და იცოდნენ, რომ ეს არის ჩვენი ტვინის გზა, ერთ-ერთი მცდელობა, რომ შეგვინარჩუნოს დაცულად და უსაფრთხოდ. და ძალიან საყვარელია ამის გამო ეს ჩვენი ტვინი, რომ ცდილობს, რომ ხა სადღაც გინდა, რომ იოგაზე მიხვიდე, არ იცი იქ ნამყოფი არასდროს არ ხარ, არ იცი რა გარემონდა გხვდება ადამიანები, ვინ დაგხვდებიან, რას გაგაკეთებინებენ, ყველაფერი უცხო არის შენთვის, ანუ შენი ტვინისთვის. და შენი ტვინისთვის ერთადერთი ფუნქცია არის ეგ, რომ რაც ჩემთვის ნაცნობია, ის არის უსაფრთხო. ესე იგი, ის მინდა, რაც ნაცნობია. და დილით რო ჩაგეძინა, იცოდე, რომ შეიძლება ამ ჩაძინების მიზეზი ისიც იყოს, რომ ტვინი ამ თამაშს გეთამაშება, რომ სპეციალურად დაგაძინა, რომ არ უნდა ეხა იქ რო წაგიყვანოს იმ რაღაც უცხო გარემოში და ამიტომ რჩევა ალბათ იქნება ეგ, რომ იცოდე, რომ ეს არის ბუნებრივი და შენც აქედან დაუხვდი ამ შენი ტვინის თამაშებს, ისე რომ გაიხსენო რა არის შენთვის ამ мотиваციის მომცემი და რატომ გინდოდა თავიდან როცა მოგინდა იოგაზე მისვლა. და გარდა ჩემი პასუხისა, მგონია რომ ძალიან საინტერესო იქნება ისიც, შენი პერსპექტივა რა არის? როგორც ადამიანის, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაიწყო და რა შეიცვალა შენ ცხოვრებაში? ან ზუსტად იგივე კითხვა რო შევატრიალო, შენ რას ურჩევდი მაგ ადამიანს? ძალიან ბევრი ადამიანისთვის იოგა ასოცირდება მხოლოდ მოქნილობასთან. ის რომ რაღაც კონკრეტულ ასანას ძალიან კარგად ასრულებდა. ჯერ ერთი რაც იოგის დაპრაქტიკება დავიწყე, ვერ ხვდები ცოტა რა შეიძლება ნიშნავდეს, რომ აი კონკრეტულ ასანას ძალიან კარგად აკეთებ, იმიტომ რომ ყველა ინდივიდუალურად უდგება, ესე რომ ვთქვათ, ასანას და შენი შეგრძნებებით მიყავს ეს პროცესი. იოგა ჩემთვის იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე მოქნილობა, პრინციპში ნამდვილად სულიერი პრაქტიკა, რომელიც მეხმარება ძალიან ბევრ რაღაცაში. და განსაკუთრებით როდის გვგრძნობ ამას იცი, რომ თურმე ბევრ რაღაცაში მეხმარება, როცა არ მოვდივარ და იმ დღეს ჩავაგდებ. აი, იმ დღეს ნამდვილად ვგრძნობ იმ სხვაობას, როგორია ჩემი დღე იოგით დაწყებული და ასე რომ ვთქვათ, დღე იოგის დაპრაქტიკების გარეშე. ამ სხვაობას ნამდვილად ვგრძნობ და მგონია ეგ უკვე მრავლის მთქმელია. ხო, მოკლედ იოგა ჩემთვის არის ჰილინგი, ერთგვარი ჩემი ცხოვრებისთვის და აი იმ პროცესში ზუსტად როცა იოგას ვაპრაქტიკებ, ყველაფერი საერთოდ თავის ადგილზე ლაგდება თითქოს ჩემს ცხოვრებაში იმ წამს, რაც შეიძლება მაწუხებდეს. თუმცა ეს არ ხდება, რა თქმა უნდა, 1 და 2 დღეში. ეს არის ძალიან დიდი პროცესი, თუმცა საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რაღაცა უკვე დაალაგა იოგამ ჩემს ცხოვრებაში. და გულწრფელად ვამბობ ამას.
ჩემი ერთ-ერთი შეხვედრა, რომელიც ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა. და უნდა გითხრათ, რომ ძალიან მშია. დილის შემდეგ არაფერი არ მიჭამია და ახლა არის 3:30. ჩემი მეგობარი მელოდება გარეთ და ერთად უნდა მივირთვათ ლანჩი. სტამბას აზიურში გადავალთ და იქ შევჭამ ჩემს უსაყვარლეს კაცს. ძალიან მიყვარს და ყველას გირჩევთ. დავბრუნდი სახლში ზუსტად 9 საათის უკან. უნდა შევამოწმო მიკროფონი მუშაობს თუ არა. 1 წუთით. ოკეი, მუშაობს. რაც თავარია მიკროფონი მუშაობს. წეღან ზუსტად 2 წუთით ვიწერდი რაღაცას და აღმოჩნდა რომ თურმე მიკროფონი არ ყოფილა ჩართული მეგობრებო. ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც უარი არ ვთქვი იმაზე, რომ მალე 1 საათში ჩემი მეგობრები ვნახო. ძალიან მომენატრდნენ, დიდი ხანია არ მინახავს, ამიტომ კარგია რომ დამღლელი დღის შემდეგ ცოტათი შევძლებ მათთან განვიტვირთო. დღევანდელი დღე იყო საკმაოდ გრძელი და მიხარია რომ კარგი ამინდი მაინც იყო და მიხარია ზოგადად რომ ზაფხული მოდის. ახლაც მზეა სხვათა შორის. კამერაში არ ვიცი ეს რამდენად ჩანს, მაგრამ არის 7 საათი, 7:30 უფრო სწორად და ჯერ კიდევ მზეა. ზაფხულთან დაკავშირებით ასევე უნდა გითხრათ ის, რომ ჩემი ერთი ტრიპი უკვე დაიგეგმა და ძალიან მიხარია, ძალიან ბედნიერი ვარ ამ ფაქტის გამო. კოპენჰაგენში მივდივარ, ჩემს მეგობარს უნდა ჩავაკითხო, რომელიც იქ სწავლობს უკვე 1 წელია მაგისტრატურაზე. მიხარია, იმიტომ რომ კოპენჰაგენი არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქი მთელს ჩრდილოეთ ევროპაში. შვედეთში ყოფნის დროს ძალიან ხშირად ჩავდიოდი ხოლმე ამ ქალაქში და უამრავი კარგი და მხიარული მოგონება მაკავშირებს იქაურობასთან. ყველაფრის დაბუქვაში დავიხმარიე ექსპედიას პლატფორმა, სხვათა შორის, რომელმაც ძალიან გამიმარტივა აბსოლუტურად ყველანაირი ჯავშნის პროცედურა და ყველას გირჩევთ. ექსპედია გამოვიყენე ასევე ბოლოს ჩემი მილანის ტრიპის დროს და ძალიან კმაყოფილი ვარ. რეკომენდაციას ვუწევ. ბევრი დრო არ მრჩება, ამიტომ მინდა გადავიდე იმ ძირითად ნაწილზე, რის გამოც ავიღე ახლა კამერა და მინდოდა მცირე მონოლოგი ჩამეწერა. დიდი ხანია ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე მინდა საუბარი, უშუალოდ კამერების წინ. და ეს თემა არის ზუსტად 20-იან წლების შესახებ. პრინციპში იმ ფაზას შეეხება ეს ყველაფერი, როდესაც ვამთავრებთ სკოლას, ვიწყებთ უნივერსიტეტში სწავლას და არიცი უბრალოდ რისი კეთება გინდა ზუსტად ცხოვრებაში და ეს ძალიან დიდ შფოთვას, დაბნეულობას და ქაოსს იწვევს შენს გონებაში. ჩემი გულწრფელი აზრი თუ გაინტერესებთ იმის შესახებ თუ ჩემთვის როგორია ზუსტად ეს პერიოდი, ვიტყოდი რომ არის პირველ რიგში ტრანსფორმაციული, მხიარული და დამაბნეველიც ამავდროულად. ის რომ მაგალითად 20-იანი წლები არის დამაბნეველი, ქაოსური, ტრანსფორმაციული, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა აქვს თავისი ახსნა და რა თქმა უნდა კვლავ ჩემი სუბიექტური აზრებიდან გამომდინარე ვსაუბრობ ამ ყველაფერს. რამდენიმე ახსნა აქვს. პირველ რიგში ის რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი. პირველი არის სამსახური, მეორე არის ფული, მესამე არის ურთიერთობები და მეოთხე რა თქმა უნდა იდენტობა საბოლოო ჯამში. ვინ ხარ, რას წარმოადგენ? არაფერი არ იცი საერთოდ. უბრალოდ ხარ ერთი დაბნეული ბავშვი, ესე ვიტყოდი. სხვა შორის ყოველთვის ძალიან მიკვირდა იმ ადამიანების, რომლებმაც აი 7 წლიდან მუცლად ყოფნის დროიდან იციან თუ ვინ უნდათ რომ იყვნენ პროფესიით. ეს არის ძალიან პირობითი რამ, რაც პირველ რიგში ახლა გამახსენდა. იმიტომ რომ ყოველთვის პირველ რიგში აქცენტი კეთდება ხოლმე პროფესიაზე ამ პერიოდში, ხო? არ იცი კონკრეტულად რა გზას გინდა გაყვე, ან თუ იცი უბრალოდ დარწმუნებული არ ხარ რომ ეს ნამდვილად ის არის, რისი სწავლაც მინდა. ან ეს ნამდვილად ის არის, რისი კეთებაც მინდა მთელი ცხოვრების მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებდი ერთდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ინტერესები მქონდა მთელი სტუდენტობის მანძილზე, ასევე თავისთავად სკოლის პერიოდში, შეკითხვები არის ძალიან ბუნებრივი. თქმა უნდა, ეს შეკითხვები ძალიან დიდი ხნის მანძილზე მეც
მაწუხებდა, იმიტომ რომ ზუსტი პასუხები არ მქონდა ამ ყველაფრის შესახებ და ეს ძალიან დიდ შფოთვას იწვევდა ჩემში. ჩემი მეგობრული რჩევა იქნება, რომ უბრალოდ ბევრი ახალი რამე სცადეთ და დარწმუნდებით, რომ არსებობს ბევრი ისეთი რამ, რისი კეთება შეიძლება მოგწონდეთ. აუცილებლად აღმოაჩენთ იმ რაღაცას, რისი კეთებაც შეიძლება განიჭებდეთ სიამოვნებას, ან შეიძლება ჯერ კიდევ სიამოვნებას არ განიჭებდეთ, მაგრამ უბრალოდ მიხვდეთ, რომ ამ პროფესიის მაგალითად შესაბამისი უნარები, სკილები გაგაჩნიათ და შესაბამისი, ასე რომ ვთქვათ, მიმართულებით განაგრძოთ თქვენი განვითარება. ძალიან მინდა რომ უშუალოდ ამ თემაზე კიდევ რამდენიმე ვლოგი ჩავწერო. არ მინდა აქ დავფარო აბსოლუტურად ყველა თემა, შესაბამისად მგონია რომ ახლა აქ გაჩერება იქნება კარგი და გონივრული ჩემი მხრიდან, თუმცა მანამდე მაინტერესებს თქვენთვის ამდენად საინტერესოა ამ ყველაფერზე საუბარი, ამ თემის განხილვა და ასე შემდეგ. მგონია რომ აუცილებელია უშუალოდ ამ პერიოდზე და ამ ფაზაზე უფრო მეტი ადამიანი საუბრობდეს. მანამ სანამ ჩემს პირველ ვლოგს დავასრულებ და სანამ გავიქცევი ჩემს მეგობრებთან, რომლებიც ძალიან მენატრებიან, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დრო დამითმეთ, თქვენი ძვირფასი დრო და რამდენიმე წუთი გამოყავით იმისათვის, რომ ეს ვლოგი გენახათ. მაქსიმალურად ვეცადე, რომ მთელი ჩემი ერთი დღე ამ რამდენიმე წუთში ჩამეტია. იმედი მაქვს შემდეგ ვლოგებში ისევ შევხვდებით. Bye!